მოგესალმებით ძვირფასო ქალბატონებო დიდი სიყვარულით როგორც ყოველთვის და ძალიან პოზიტიური ენერგიებით სასწაული გაშლით ვართ წარმოდგენილი დღეს და ნახოთ რას გვეტყვის სამყარო პირველ რიგში ვნახავთ სიგნიფიკატორს რა ენერგიებშია ადამიანი ახლა ვისთვისაც უნდა იყოს ეს გაშლა თქვენ უკვე იცით სათაური მე ჯერ არ განმეცხადებია ჩემი ულამაზესები ქალბატონი რომლის ცხოვრებაშიც დიდი ხანია არაფერი არ ხდება არის ასე ვთქვათ ბალანსი ბრჭყალებში იმ მხრივ რომ პირად სასიყვარულო ცხოვრებაში არაფერი არ ხდება კარიერულად არის წარმატებული ეს ქალი აქვს მუდმივი წინსვლა უბრალოდ არის ახლა ისეთ ენერგიაში ეს ქალი რომ უკვე ვეღარ იგებს ამ თავის ცხოვრებით რაც აქამდე მოიტანა ნამდვილად სწორი არჩევანი გააკეთა რომ ესეთ ასე ვთქვათ შესვენებითი ცხოვრებით ცხოვრობ ამ ხნის განმავლობაში ანუ პარტნიორის გარეშე აქ ცხოვრება თუ არასწორი არჩევანი გააკეთა აი დაარღვიოს ეს ყოფა თვითონ ძალით თუ ბედისწერა შემოაგზავნის მასთან ადამიანს. თუმცა აი ენერგეტიკულ დონეზე აქ ქალს სჯერა რომ აი ბედისწერა თავის შესაფერის ადამიანს აუცილებლად გამოუგზავნის. აი სადღაცა ენერგიის დონეზე გრძნობს ამას, მაგრამ არაფერი არ ხდება, არაფერი არ შემოდის ამ ხნის განმავლობაში. თენდება ღამდება, მაგრამ იგივე ხდება, არაფერი არ შემოდის მიწიერ დონეზე. აქ მყავს ქალი წარმოდგენილი ფინანსურად სტაბილური საკუთარ თავში გარკვეულია რა უნდა ურთიერთობაში, რა უნდა პარტნიორისგან გაშორებულია ეს ქალბატონი, მაგრამ არის ძალიან ლამაზი, შეიძლება იყოთ არც თუ ისე 25 წლის ასაკში, მაგრამ გამოიყურებით ძალიან ახალგაზრდულად, აი განახლება გაქვთ თქვენს თავთან, შეიძლება უვლით თავს იკეთებთ პროცედურებს და მოკლედ საკუთარი თავი გიყვართ რა, მოდი ასე ვთქვათ და საკუთარი თავის ფასი ისე კარგად იცით, აქ ქალს არ ჭირდება ვიღაცის თქმა, რომ ეს ლამაზია. ეს თვითონაც ძალიან კარგად იცის, არ ჭირდება ის, რომ ძალიან კარგი დედა, არ ჭირდება იმის თქმა, რომ ძალიან კარგი დიასახლისი, არ ჭირდება იმის თქმა, რომ ძალიან ძალიან ბევრი ღირებულებები გააჩნია, როგორც მიწიერად, ისე სულიერად. მაგრამ ამ ყველაფერთან, ანუ არ ჭირდება იმას გულისხმობ, რომ აი ვიღაცისგან დასტური არ ჭირდება. ეს ისედაც იცის. მაგრამ ეს ყველაფერი გაქვთ ბალანსის დონეზე, იმ მხრივ, რომ ამით არც ასე ვთქვათ, ვიღაცას თავს ამეტებთ, არაფერი, ანუ შემდგარი წარმატებული თავის დონეზე, აი როგორ ვთქვა, წინ მავალი ქალია აქ წარმოდგენილი დღეს. უბრალოდ ეს ადამიანი აი ხდება რომ სხვა შორის აქ შეიძლება თქვენს ცხოვრებაში არაერთი შემოქროლება იყო ურთიერთობებში რამხელა სიგნიფიკაცია გამოგვდის, მაგრამ აი ვერ იგებთ რა ხდება რეალურად, აი უკვე რომ ქმედებითი ფორმა იყოს, ანუ თქვენ როგორ რაღაცა იცი, შეიძლება თქვენს ცხოვრებაში გამოჩენილა არაერთი ადამიანი, მაგრამ თქვენ ვერ იგებთ ეს ის არის თუ არა, ესეა თუ არა და აი ესეთ მდგომარეობებში ხართ, მაგრამ როგორც ასეთი ურთიერთობაში არ ხართ ახლა. ურთიერთობაში არ ხართ, უბრალოდ ცოტა როგორი სიტუაცია შეიძლება, იცი, რაღაც დონეზე შეიძლება
რაღაცა ენერგია წამოგივლით, ისეთი შავბნელი, რომ აი რა ვიცი, მომავალში არაფერი არ იქნება, ხანდახან გაქვთ ეგ წამოვლები, აქ ჩანს. მაგრამ თქვენ აი აქ მაჩვენებს ადამიანს, რომ სულიერ დონეზე წარსულიდან განწმენდილია ეს ადამიანი მიუხედავად თავის განვლილი ცხოვრებისა. აქ ადამიანი არ არის ბოღმით შეპყრობილი იმ მხრივ, რომ აი რაღაცა ჩაჭეჭყილი ტკივილები არ აქვს გავლილი. აქ შეიძლება ადამიანი მიყურებს, ვინც მედიტაციებს აკეთებდა, აქ ადამიანი მიყურებს, ვინც რამე აფირმაციებს აკეთებდა, ანაკეთებს და როგორც ასეთი წარსულიდან განწმენდილი ხართ, მაგრამ სწორედ ეს არის მომენტი, რომ თქვენ ცხოვრებაში რა ნაკადში შემაგდეს ღმერთო, თქვენ ცხოვრებაში რაღაცა არაფერი არ იცვლება აძმყოში რა ახლა და ფიქრობთ, რომ აი რავი, მომავალიც ხანდახან დაგებინდებათ გონება ხოლმე და ფიქრობთ, რა ვიცი, ის მედიტაციების წყვილა ვაკეთე, ის წყვილა ვაკეთე, ამას წყვილა. აი ესეთ ფიქრები, მაგრამ არ გიკეთებიათ წყვილა, იმიტომ რომ თქვენი წარსული სულიერი მდგომარეობა აბსოლუტურად გასუფთავებულია. უბრალოდ, აი ეხლა გაქვთ ეს მომენტი, რომ, მაგრამ ამავდროულად გრძნობთ ენერგეტიკულად, რომ აი უნდა მოვიდეს რა. ამას გრძნობთ, ოღონდ ვერ ხსნით, ვერ ასაბუთებთ. ხან გონიათ, რომ ფანტაზია, მაგრამ აქ მაჩვენებენ, რომ არ არის ეს ფანტაზია, ეს მართლა ესეა. თუ იცით თქვენი სიტუაცია, ესე იგი 6 წუთიანი სიგნიფიკატორი. თუ იცით თქვენი სიტუაცია, დარჩით გაშლაზე. მამაკაცი ბედის წერით, რომელიც შენს ცხოვრებაში უნდა გამოგზავნოს სამყარო. დაგვიხასიათეთ ეს მამაკაცი მიწიერად, ფიზიკურად, კარიერულად და სულიერად ყველანაირ დონეზე. ეხლა წავიკითხავთ ამ მამაკაცს. ეს ვიღაცისთვის მიხვდება, შეიძლება ვიღაცისთვის ახალი იყოს, ვიღაცისთვის წარსული იყოს. ვეძებთ ჩვენ პირველ მეფეს. სად არის ძვირფასი? თქვენგან საკმაოდ შორს, მობრძანდა კვერცხების მეფე. ეს არის ვიღაცა ახალი. ესე იგი, ამ მამაკაცის ცხოვრებაში ახლა რა ხდება, გეტყვით ყველაფერს. ამ მამაკაცს ყავდა ქალბატონი, რომელიც შესაძლოა ატყუებდა ამ კაცს, რაღაცა ტყუილები იყო ამ ქალთან ურთიერთობაში, ამ ქალის მხრიდან, ვახეს საინტერესოა, მე მგონი პირველი გაშლა მაქვს ასეთი. და ეს მამაკაცი გამოვიდა ამ ქალისგან, იმიტომ რომ აი რაღაც ცივ ენერგიებში იყო ეს ქალი უკვე გადასული, გამოვიდა ამ ქალისგან ურთიერთობიდან. როგორი რაღაც იყო, იცი? ეს კაცი არაერთხელ შეიძლება ამ ქალთან ურთიერთობის გასაგრძელებლად ბევრი რაღაც ქონდა გაკეთებული, მაგრამ როგორი რაღაც იყო, ფიქრობს, რომ უკვე აზრი არ აქვს რა, მოკლედ არაერთხელ ბავშვურად მოიქცა ეს ქალი. მოდი ასე ვთქვათ, სექსუალური პარტნიორი ყავდა, რომელიც რაღაცებს ატყუებდა. სულის დონეზე ხა ამათ კარმას ჩვენ არ იმაშობით განვიხილავთ აქ. სულის დონეზე ამათმა კონტრაქტი დაასრულეს ერთმანეთთან და მოხდა ამათი გზების გაყოფა. ეხლა მამაკაცის ცხოვრებაში ამ წუთას არაფერი არ ხდება. ეს ქალი არის უკვე მისთვის წარსული ქალბატონი, ყოფილი, მოდი ასე ვთქვათ. უბრალოდ ეხლა რა ხდება ამ კაცის სივრცეში.
სხვათა შორის ეს კაცი სულიერად არის ძალიან ღრმა ადამიანი, მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანის შინაგან სამყაროს, აქვს თავის საქმე, იცის რას აკეთებს, საკმაოდ გამოცდილი ტიპაჟია, დაკავებულია თავის საქმით, იცის როგორ რანაირად უნდა გააკეთოს, მეგობრები უყვარს, ყავს ბევრი სამეგობრო, როგორც ყველას ალბათ, მაგრამ თლად ყველასაც არ ყავს, უყვარს მეგობრებთან ურთიერთობა, გართობა, ასე შემდეგ. ცოტა ეგოისტი ტიპაჟი არის ნამდვილად, მაგრამ საკმაოდ ისეთი ტიპაჟიც არის, რომ იტყვის ესია. მზად არის ეს ადამიანი მენტალურ დონეზე, რომ მენტალურ დონეზე მზად არის, რომ მიიღოს სიახლე ამ კუთხით, ურთიერთობის კუთხით, მაგრამ ემოციურ დონეზე ისეთ მდგომარეობაშია, რომ ცოტა გულგატეხილია, მოდი ასე ვთქვათ რა. თითქოს აღარ ჯერა რაღაც, აღარ ჯერა იმ წარსული სიტუაციიდან გამომდინარე. ეს ამ ადამიანს უნდა სტაბილური, ნორმალური ურთიერთობა, საკმაოდ ერთგული ტიპაჟიც არის სხვათა შორის და უნდა სტაბილური ურთიერთობა, სიყვარულით, სექსუალური კავშირით, აქ მარტო სექსუალური კავშირი არა. კიდე მაჩვენეთ. სხვათა შორის ამ ადამიანს არ უნდა იდუმალი ურთიერთობა, არამედ უნდა ქალი, რომელთანაც ექნება სერიოზული ურთიერთობა, სიყვარული. ქალი, როგორ რაღაცა იცი, უნდა რომ მის ცხოვრებაში გამოჩნდეს ქალი, რომელთანაც ექნება სერიოზული ურთიერთობა და რომელიც იქნება მისი შესაბამისი, შესაფერისი. რადგან ეს იდუმალი ურთიერთობაში ყოფნა ამ ადამიანისთვის არ აღმოჩნდა რა კომფორტული დაასრულა ეს ყველაფერი და უნდა რომ ეს რაღაცა სიმძიმე, რაც ამ იდუმალ კავშირს ახასიათებდა, დამთავრდეს. ოცნებობს, იცი როგორ ქალზე, ზუსტად თქვენაირ ქალზე, ნახეთ. ოცნებობს ზუსტად თქვენაირ ქალზე, პენტაკლების დედოფალი და ოცნებობს. და ამასაც სადღაცა ჯერა რომ იქნება ბავშვურად ჯერა რომ რა ვიცი, ღმერთი გამომიგზავნის ესეთ სუფთა სიყვარულს. ჯერავს რომ არსებობს რა. თუმცა ამ ყველაფერზე რა თქმა უნდა ხმამაღლა არ საუბრობს, საკმაოდ ჭკვიანი ადამიანია, ეს შეიძლება იყოს ექიმი, ასევე შეიძლება ჯარისკაცი იყოს ეს ადამიანი და უნდა თავის ცხოვრების შეცვლა, მზად არის რომ ნაბიჯები გადადგას, იცით? სულ ფიქრობს ახლა მარტოა ეს ადამიანი და შეიძლება ღამეებიც არ ეძინოს ხოლმე და ის სულ ფიქრობს, რომ არის შეიძლება ვიღაცები ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ღირს დავიწყო ურთიერთობა, იქნება ესეთი ნაბიჯი რო გადავდგა და ვერ რისკავს, წარსულიდან, გამოცდილებიდან გამომდინარე, ცოტა უჭირს ამ კუთხით ნაბიჯების გადადგმა, იმიტომ რომ ამას უნდა ურთიერთობაში თანაბრობა, ძალიან კარგი ადამიანია, აქვეც არის მოსული. სხვათა შორის ამ კაცს ცოტა ჭკუაზე დარიგება ეყვარება. და ასევე უნდა ჭკვიანი ქალი. ამას არ უნდა ვიღაც, ამას უნდა ძალიან ჭკვიანი ქალი, რომელსაც შეუძლია ქონდეს თავის აზრი, ქალი, რომელიც თვითონ არის შევსებული და ქალი, რომელსაც შეუძლია რაღაც საკითხების გადაწყვეტა. წარსულზე რო ფიქრობს ახლა ეს ადამიანი და ანალიზებს, აცნობიერებს იმ ურთიერთობას, რაშიც იყო, ხო?
ფიქრობს, რომ აი კიდე კარგი ეს ურთიერთობა დამთავრდაო რა, კიდე კარგიო. რატო? ველოდებოდიო იმის გამოსწორებას იმ ადამიანის და მიხვდა რომ იმის გამოსწორება შეუძლებელი იყო. ანუ არაო რა, კარგიაო რომ დავშორდი, იმიტომ რომ არ დიდი ხანი ველოდეო მაგასო, ბევრი გავაკეთე მაგისთვისო, იმაზე გვიყვება და არაო, მაინც არ მოიშალა ეს ახალი ფლირტები და მთელი ამბებიო. იმ ხალხზე გვიყვება ვიღაცაზე. არა და მე მართლა მიყვარდაო, მაგრამ ყველაფერი წარსულში დარჩესო კაცო, რაც იყო. რა არ გავაკეთებ, იმაზე მეც ვაკეთებდი, ვიდრე საჭირო იყო, აცნობიერებს ეხლა. ეს არის იმპერატორი ეს კაცი რა, ანუ ესეთ ადამიანებში ეს პასუხისმგებლობები დევს, მაგრამ ეხლა ეს ციკლი დამთავრდა ძვირფასობა და ამ ადამიანს უნდა ახალი ურთიერთობის დაწყება. შვიდად თანაცხოვრებით წარსული, აი როგორ თქვა, ბავშვიც უნდა, ყველაფერი უნდა, ძლიერი, სტაბილური ოჯახი უნდა. სხვა შორის ეს ადამიანი შეიძლება იყოს ცნობილი ტიპაჟიც. აი ოცნებობს ესეთ ურთიერთობაზე. სად გაიცნობთ ამ ადამიანს, სად შეხვდებით ან გაიცნობთ ამ ადამიანს, როგორ მოხდება თქვენი გზების გადაკვეთა. ჩემო ძვირფასებო, თქვენ ამ ადამიანს გაიცნობთ გაბრაზებულზე, აი შეიძლება რაღაცა, როგორ თქვა, გაბრაზებულზეც არა, აი რაღაც დეპრესიულ პერიოდში იქნებით, ეს შეიძლება იყოს სიტუაცია, შეიძლება ვიღაცა ან სამგზავროდ წახვიდეთ სადღაცა, დასასვენებლად წახვიდეთ სადღაცა. აი ეს ადამიანი თქვენ ცხოვრებაში გამოჩნდება რაღაც სირთულის დროს. ხო, მაგრამ სად? გეუბნებით რა, ეს ადამიანი გამოჩნდება რაღაც სირთულის დროს, ეს შეიძლება იყოს სამსახური, არ არის გამორიცხული, სადაც აი სტაბილურად გრძნობთ თავს და სადაც, როგორ თქვა, დიდი ხანია ხართ აი რაღაც სტაბილურობაში. ეს ადამიანი აბსოლუტურად აი მიმოწერის დონეზე მოხდება თქვენი შეხვედრა, კი არა და გაცნობა. ან შეიძლება ამ ადამიანს სადღაცა ან შემთხვევით სადღაცა შეხვდებით, გაიცნობთ, მერე ინტერნეტში მიმოწერის დონეზე მოხდება რაღაცა კომუნიკაცია. ან შეიძლება ამ ადამიანთან ვიღაც არის ნაჩხუბარი. ეხლა გადატანითი მნიშვნელობით მიიღეთ, საჯაროა. ნაჩხუბარი შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ აი უცებ გაჩერდა სიტუაცია, ურთიერთობა, შეიძლება რაღაც დონეზე კომუნიკაცია გქონდათ კიდევაც და უცებ გაჩერდა თქვენი ურთიერთობა, შეჩერდა და განახლდება. თქვენ შეიძლება ფიქრობთ ეხლა, რომ რა ვიცი, ჯერ არ დაწყებულა არაფერი, რაღაც შეიძლება ეჭვი გქონდათ რა და რომ რაღაცა ხო არ იწყება
და ჯერ არ დაწყებულა არაფერი და უკვე გაჩერდა და აი აქ დატრიალდება სიტუაცია, ისევ გამოჩნდება ეს ადამიანი, გამიგე? კი, ეს ადამიანი იცოდეთ, რომ რეგულარულად გაგვირდებათ ინტერნეტში ვიღაცას და ძალიან მოწონხართ. აი ძალიან ანათებთ. უბრალოდ არ ჩანს. აი ფიქრობს, რომ რა ბავშვურია, ამავდროულად რა ძლიერია, რა ბალანსირებულია. კი, ეს ადამიანი ჩუმად გაგვირდებათ ინტერნეტში და აი ემოციურ ბალანსს გრძნობს თქვენთან, იცოდეთ თქვენ ესა. ჩვენეთ სად გაიცნობენ კიდევ გოგონები, ვისთვისაც იყო ეს სიგნიფიკატორი, თავის ბედის მამაკაც, რომელთანაც ექნებათ მომავალში ოჯახი. სად გაიცნობენ ამ მამაკაცს? რთული იმ მხრივ, რომ სრულიად განსხვავებული ის არის ბეჭდა. ხო გეუბნებით ის პირველად წამოვიდა რა რაღაცაზე გაბრაზებული იქნება ადამიანი. აი შეიძლება მართლა ვიღაცას დაშორდეს და შემთხვევით ან სადმე გადაიკვეთოთ ამ ადამიანთან, ან გზაში, მოგზაურობაში დასასვენებლად სადღაცა მეგობრების წრეში. კი, და როგორი რაღაც იქნება, იცი, თითქოს აი ეს ადამიანი რაღაცა გაგაახლებთ. თავისი, ემით რა ქვია, ბავშვობის ის თავით, სიძლიერით, აი გადაგატანინებს ყურადღებას რა. და თქვენ იგრძნობთ ამ ადამიანით ძალას.